ეს არის იმ ვიდეოს პასუხი, რომელიც ჩავწერეთ მე და ციყმა გუშინ თუ გუშინ წინ ციყვი. ნუ კაი, როცა იყო, მოკლედ. ეხლა ნახეთ რა ხდება. ეს ვიდეო სხვადასხვანაირად აღიქვა ხალხმა და არა ისე როგორც ჩვენ გვეგონა რომ აღიქვამდნენ და ამიტომ ეხლა უნდა გავმარტოთ რა ხდება. ნუ პრინციპში ჩვენ ისედაც ვაპირებდით განმარტებას. მოკლედ, ბოლო პერიოდია, როდესაც ვართ TikTok-ის ლაივი იქნება თუ YouTube-ის ლაივი, ანუ სტრიმავთ. არ ვიცი ხა ეს ადამიანთა რაიმე გარკვეული ჯგუფია, ვინც მიზანმიმართულად ნერვების მოშლაზე მუშაობს თუ როგორ არის და გვისვამენ ერთი და იგივე კითხვას. დაუსრულებლად. რატომ არ გავხართ ერთმანეთს? გაბრიელი რატო გავს მარტო დედას, შენ რატომ არ გავს და ასე. თავიდან ცოტა ჩვენ ზღადაობდით, ხალისობდით, ხან აგეკ კომბოსტოში ვიფოვნეთო, ხან წერო მოიყვანო, მაგრამ უკვე შემაწუხებელი გახდა რა და აი ეს ერთ-ერთ YouTube-ის სტრიმზე უბრალოდ მართლა რო ძალიან შემაწუხებელი გახდა და უკვე რო აღარ გვეცინებოდა, ღადაობით ვთქვი მე რომ მეთქი მოკლედ მეთქი გეტყვით სიმართლეს თქო რა. ჩემმა მეზობლებმა 10 წლის წინ green card-ა მოიგეს მეთქი და რო წავიდნენ გაბრიელი ახალი დაბადებული იყო და ვერ წაიყვანეს და ჩვენ დავგიტოვეს ჩვენ გავზარდეთ მეთქი რა და აჰა მეთქი გაგიშალეთ ყველანაირი კარტი მეთქი და დღეს ამას იქით გეცოდინებოთ რომ გაბრიელი ჩვენი შვილი არ არის მეთქი და ნუ ღადაობა იყო რა თქმა უნდა და აღმოჩნდა რომ ხალხმა ეს დაიჯერა წერდნენ პირადში და იმის და მიუხედავად რომ იმავე სტრიმში ვთქვი რომ მეთქი ხუმრობ ხალხო უბრალოდ ძალიან ნერვები მოგეშალა უკვე შეიძლება ერთხელ ორჯერ ხო მაგრამ გამუდმებით რამის არის პირადში მწერთ მეთქი და უაზროთ ესე დავღალეს ამ კითხვებით და მართლა დავღალეს და ჩვენც ესე აგვიყოლეს და ჩვენც ესე სტრიმზე ვთქვით რომ ნუ ესე დავგვიტოვეს და იმავე სტრიმზე ვთქვით რომ არა გავიხუმრე ხალხო მეთქი არ დაიჯერო და ძალიან ბევრი გიყურებდა და ნუ ბოლო რახან მაინც და მაინც ესეა და კიდე ერთი და იგივე კითხვით მოდიოდნენ რომ რატო ჩავწერეთ ვიდეო შინაარსით რომელიც შინაარსით იმ ხალხის კატეგორიამ გაიგეს რომ გაბრიელმა გაიგოს სიმართლე რომ დიახ ეს ნამდვილად ჩვენი შვილია და არავით არის ხვისი დატოვებული ბავშვი არ არის და მერე ჩვენი გაზრდილი. ციყვი? ვიყარ ხარ ძმა, მამა შენი ვარ. ვიცი მოჩები და მოკლედ უაზრობაში გაგხვიეთ და პრინციპში არც გვიფიქრია ის რომ რაიმე სხვანაირად შეიძლება გაიგოთ და ის მით უმეტეს არ გვიფიქრია რომ ვაიმე ვაღარ ითამაშებს და იქიდან ჩემი და მირეკავს აქედან ჩემი ცოლის თანამშრომლები იქიდან ჩემ შულებს რომ რა სჭირს გაბრიელს და ხელს ხო არ აჭრიან და ვაი მინდური სცენარები შეიქმნა და დაიდგა და არა და ამ დროს აბსოლუტურად ისეთი უწყინარი ვიდეო იყო იმ კატეგორიის ცნობის უმყაროების დასაკმაყოფილებელი. მოკლედ ჩემი შვილია ბიოლოგიური მეგობრებო დაწნარდი დამშვიდით. და ზოიგარი რა, მადლობა. ოდიში თუ ვიღაცა განერვიულეთ. ნუ ვიცი რომ ინერვიულეს ბევრმა წერდნენ. კარგად. ნახვამდის.